ქალი, რომელმაც უარი თქვა ბედნიერებაზე, რომ სხვისი ოჯახი არ დაინგრია. მე ვარ ნინი. ეს არის ჩემი ხმა. განადგურებული, მაგრამ სუფთა. 2017 წელი იყო. აგვისტო. ზღვაზე გავიცანი ერთი ბიჭი, სახელად გიგა. არაფერი მეგონა, არც ის რომ ეს კაცი ჩემ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. არც ის რომ ეს სიყვარული თითქოს უცოდველად მზის შუქზე ამოხეთქა. ბოლოს ტალახში ჩამარხავდა ჩემს არსებობას. უბრალოდ ვესაუბრეთ ერთმანეთს. ის სასოწარკვეთილი იყო. სევდიანი თვალებით მიყურებდა და გულით ლაპარაკობდა. გიგას ჰყავდა ცოლი. ცოლი, რომელიც ყველაფერს ითვლიდა, გარდა სიყვარულისა. ფულით ჭრიდა ურთიერთობებს. ანგარიშით აშენებდა ოჯახს. მისთვის გიგა მხოლოდ ფული იყო, არა ადამიანი. გიგა იმ სახლის პატიმარი იყო, პატიოსანი, დატანჯული ქმარი, რომელსაც ყოველდღე ღალატში ადანაშაულებდნენ. უჩვეულო საჩუქარიც კი ებრალად, ეჭვიანობდნენ. სად იშოვე? ვისთვის? ვისთან იყავი? არა და არაფერს აშავებდა. მე მაშინ უბრალოდ ვუსმენდი. მეგონა დროებითია. მეგონა დაგროვილი უნდა ვინმეს გაუზიაროს. გიგა მადლიერი იყო. მეუბნებოდა რომ ჩემთან პირველად იგრძნოს იმ შვიდე. თავისუფლად, ტკივნეულად, მაგრამ გულწრფელად სუნთქავდა. მეც შემიყვარდა, ისე რომ არ მინდოდა მებრძოლა საკუთარ თავთან, ღმერთთან, სინდისთან. არ მინდოდა ოჯახი დამენგრია, არ მინდოდა მამაშვილებს დაკლებოდა. ხშირად ვეუბნებოდი, იქნებ ცოლი უკეთ გაიცნო. იქნებ სიყვარული დაგიკარგავთ, მაგრამ ჯერ არ არის გვიანი. მაგრამ მის ცოლში არ იყო არც სინათლე, არც სითბო. იყო მხოლოდ ანგარიში, წყენა და მუდმივი შხამი. და როცა ვეღარ გაუძლო, მითხრა: შენთან მინდა ნინი, შენი თვალები მშველის, შენი ხმა, შენთან სიცოცხლეა, შენთან სიყვარულია, შენთან თავს ბედნიერად გვგრძნობ. მე კი მართლა არ მინდოდა მისი ოჯახის დანგრევა. გავწყვიტე, თავს ვარიდებდი. 1000 მიზეს ვიგონებდი. ვეუბნებოდი რომ ვერ ვნახავდი. ვერ გავუძლებდი იმ ქალის ცრემლს, ტანჯვას, როგორი ცივიც არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ გიგა არ ჩერდებოდა. ერთ დღესაც მოვიდა. თვალებში ჩამხედა და მითხრა: ნინი, ერთად დავაშენოთ სიცოცხლე. და მეც დავთანხმდი. რატომ დავთანხმდი? მიყვარდა. გიგამ ბინა მიყიდა. ავეჯი შევიძინეთ. ფარდებიც კი ერთად ავარჩიეთ. პატარა სამყარო შევქმენით. თბილი, ტკივილით გაჯერებული, მაგრამ ნამდვილი. ერთი წელი ვიცხოვრეთ ბედნიერად. მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა. მისმა ცოლმა ყველაფერი გაიგო. არც ხრიალი დაუშურებია და არც შურის ძიება. მოვიდა იმ სამყაროში, სადაც გიგამ პირველად იგრძნო თავი ადამიანად. დაურეკა გიგას დედას, მამას, მეგობრებს და ხალხიც აიშალა. ჩემსკენ ჩამოშალა. დამარქვეს მტაცებელი, მეძავი, ოჯახის გამნადგურებელი. სიყვარული, რომელიც ასე გულწრფელად დავიცავი, რკინით ჩაქოლეს, დამარტყეს, დამაბიჯეს, დამამცირეს. გიგასაც აღარ ჰქონდა ძალა. ის გვერდით ვეღარ მედგა. დავინახე მის თვალებში შიში. მშობლები აუმხედრდა. მეგობრებმა ზურგი აქციეს. გულზე დაედო ეს ტვირთი და ჩუმად მითხრა: მაპატიე, უნდა დავბრუნდე, თორემ ყველას დავკარგავ. დავრჩი მარტო განადგურებული. ჩემთვის ვიცხოვრე და ამისთვის გამანადგურეს. მაგრამ ყველაზე სასტიკი აქ იწყებოდა. ცოლი არ გაჩერდა. დამიწყო დევნა, მამცირებდა, წერდა, მემუქრებოდა. მას ყველაფერი შეეძლო, იმიტომ რომ დიდარი კაცის ცოლი იყო. მე ხარიბი, გაჭირვებული, ალალი ადამიანი. რამოდენიმე კვირის შემდეგ ვგებულობ, რომ ორსულად ვარ. გამეხარდა? კი, ძალიან გამეხარდა. მაგრამ თან გული მეტკინა. მეტკინა იმიტომ რომ დაიბადება ბავშვი, რომელსაც მამა არ ეწოდინება, მამის გვარი არ ექნება და ის არ გაიზრდება დედმამის სიყვარულში. ორსულობას ვმალავდი. მე შინოდა. არ მინდოდა რომ იმ ალქაჯს გაეგო. 8 თვის ორსული ვიყავი. მაშინ გაიგო. სწორედ მაშინ მივხვდი. ამ ქალს სიყვარული კი არა, შურის ძიება ამოძრავებდა. ამ ქალს მხოლოდ ჩემი განადგურება უნდოდა და ეს მოახერხა. 8 თვის ორსული ვმუშაობდი. ერთ საღამოს დაღლილი მოვედი სახლში. ვოცნებოდი მხოლოდ ერთი თვე იყო დარჩენილი, რომ ჩემს ანგელოს ხელში ავიყვანდი. ჩავეხუტებოდი, მის გულისცემას ვიგრძნობდი, მის სუნს ვიგრძნობდი. ოცნებებში დაღლილს ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, თვალები გავახილე. სავადმყოფოში ვიყავი. და რატომ ვიყავი სავადმყოფოში, ვერ ხვდებოდი. ჩემს სახლს უმიზეზოდ ცეცხლი გაუჩნდა. მე კი გათიშული გამომიყვანეს და გადამიყვანეს სავადმყოფოში. პირველი რაც გავაკეთე, მუცელს მოვკიდე ხელი და ორსულად აღარ ვიყავი. ეგთანი შემოვიდა, ბავშვი ვიკითხე. ღიმილით მითხრა, ბავშვი კარგად არის. გადარჩით და მომილოცა. 16 დღე ვიწეკით სავადმყოფოში მე და ჩემი ანგელოზი. სავადმყოფოდან პირდაპირ ჩემ მშობლებთან წავედი.
იმ სახლში მხოლოდ მოგონება და ფერფლი დარჩა. ალბათ იკითხავთ, ცეცხლი ვინ გააჩინა? არ ვიცი. არც მიკითხია, არც მაინტერესებს. მხოლოდ მე ის გავაკეთე. გამოვედი საავადმყოფოდან, დავურეკე ალქაჯს და ვუთხარი. შეხვედრა მინდოდა.